ერთმა ადამიანმა შენ ვიდეოზე დაგვიწერა, რომ ტელეფონს თუ მოგიტანსო, თუ რაღაც მსგავსია და ვიცი რომ ამასაც შეიძლება. წადი მომიტანე ვიცი. გაიქცი. მიდი მომიტანე. შიგილოცალი ბაჭი, მოდი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიდეო ბევრს გაქვთ ნანახი. დღეს თათების იმედი შინდიში ჩამოვიდა ჭკვიანი ცუგა ბაჯოს გასაცნობად. წავედით. ბაჯო, შენს გასაცნობად ჩამოვედით თბილისიდან, ბიჭო. გამარჯობა. ბიჭო. 4 წლის გერმანული დრათა არის ბაჯოს პატრონი გიორგი მადუაშვილი იხსენებს, რომ ბაჯო ისე გამოჩნდა მის ცხოვრებაში, რომ საერთოდ არ გეგმავდა ძაღლის აყვანას. 8 თვის ცუგა მას მოულოდნელად აჩუქეს და მას შემდეგ უკვე 4 წელია არც ერთი დღე არ გაუტარებიათ ერთმანეთის გარეშე. გიორგიმ გვითხრა, რომ ბაჯო როგორც მონადირე დიდ აღფრთოვანებას იწვევს გარშემომყოფებში. თუმცა გარდა მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებებისა, ცუგამ თავისი გამორჩეული გონიერებითა და ერთგულებით უამრავი ადამიანის გული მოიგო და დღეს მის სახალისო ვიდეოებს უამრავი გამომწერი ელოდება სოციალურ ქსელში. ბაჭო, წადი მანქანიდან ქუდი მომიტანე. ვიცი, გაიქცი ჩქარ. მანდარი ჩამოკიდებულია, მიდი მანდარი. უნდა დაინახო. ოჩა. შენ რომ მაგარი ბიჭი ხარ. მოდი. მაგრამ თავიდან ვიფიქრე, რომ მეთქი კარგ ძახს ახლა ვინ გაჩუქებს, ვინ დატოვებს და ვინ გაასხვისებს. მივედი წამოვიყვანე, ძალიან ურჩი იყო. ერთ სიტყვით ვერაფერს ვერ აკეთებდა თავიდან რა. იყო მომენტი, როცა თქვეს, რომ არ გამოვიდოდა ამ ძაღლისგან არაფერი, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე იმის გამო, რომ ეს ძაღლი დღეს რა პოზიციაზეც არის და რა რესურსებიც გააჩნია, ქონოდა. ჩემი გამოცდილება იყო 0. არანაირი გამოცდილება არ მქონდა, არც ძაღლი არ მყავდა გაწვრთნილი აქამდე. ესეც ვფიქრობ გამოვიდა მე და ბაჯოს ურთიერთობიდან გამომდინარე. ნელ-ნელა მუშაობაში ბაჯო უკვე აკეთებდა ამას, რომ ვეტყოდი რომ წადი რაღაც მომიტანე, მოიტანდა. სხვათა შორის დედაჩემის გამოცხარი ხაჭაპური უყვარს ძალიან ბაჯოს. ბაჯო, მოდი ბაჯო. თუ არ გადაკეცი ისი არ შეჭავს რა. დარჩი, ნელა, ბაჯო. მანქანაში ბოტასები მაქვს. მიდი მომიტანე, გაიქიცი. ჩახ ბაჯო. მომიტანე ბაჯო, მომიტანე. ხოჩა. კაი ბიჭი ხარ. აბა კარგი ბიჭი ხარ. ბაჯო. აუ სილიკონი მომიტანე, მიდი მანქანაშია, წადი მანქანაშია სილიკონი. მოდი ჩემთან, მოდი ჩქარა. მოდი ჩქარა. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი ბაჯო, მომიტანე. კაი, გავუშვი? აბა ბაჯო, ეხლა ვატარებთ ექსპერიმენტს. ესეთი რაღაც არავის არ მოუტანია და ნახოთ თუ მოიტანს. ნახე ბაჯო. დამელოდე? დარჩი მან. დამელოდე? ოჩახ ბაჯო, ოჩახ. მოდი. ოჩახ ბაჯო, ოჩახ. გავუშვი. კარგი ბიჭი, კარგი. გაუ. ესეთი ჭკვიანია რა, პირველივეზე იმახსოვრებს. გარდა მონადირული თვისებებისა, ბაჯოს მაგის გარდა კიდევ ბევრი კაი თვისება აქვს. თუნდაც სახლში არის საუკეთესო დარაჯია. ძალიან ფხიზელია, ერთი რამე არ გაეპარება. კიდევ ბავშვებთან არის ძალიან თბილი. ძალიან მიყვარს ბაჯო. ერთი მომენტი არ გვახსოვს, რომ რომელიმე ბავშვი, კიდაც ჩვენი ოჯახის წევრის, კიდაც სხვისი, უცხოთ მოსულიც, ან შეეშინებინოს ან რაღაც. პირიქით არის თბილი. ჩემ მეგობრებთანაც ძალიან თბილია. თითქოს როგორც მე ეგრე ყველასთან. თუ იგზნო რომ პატივისცემა აქვს და სითბო აქვს იმ ადამიანს ბაჯოს მიმართ, ესეც ანალოგიურს უფრო მეტ სითბოს გასცემს ხოლმე. საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში, დაუსახლებელ ადგილებსა თუ ავტომაგისტრალებზე უამრავი მონადირე ჯიშის ძაღლის პოვნაა შესაძლებელი. პატრონებმა ისინი სხვადასხვა პრობლემის მომიზეზებით მიატოვეს. მონადირე ჯიშის ძაღლებს არ გააჩნიათ ქუჩის პირობებში გადარჩენის უნარი. თავიანთი მშვიდი და არააგრესიული ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ძალიან მიჯაჭვულები არიან ადამიანებზე. მათ არ შეუძლიათ არც საკვების მოპოვება და არც თავის გადასარჩენად ბრძოლა. ამიტომ მიტოვებულები ხშირად ავადმყოფობის, შიმშილის ან ავტოსაგზაო შემთხვევების გამო ნელი და მტანჯველი სიკვდილით იღუპებიან.
ძაღლის დატოვებასთან დაკავშირებით და გაშვებასთან დაკავშირებით რაც ხდება გზაზე ხშირად, სადაც გინდა გაიარო, ყველგან ნახავ მიტოვებულ ძაღლს, თუნდაც მონადირეს, თუნდაც ჩვეულებრივ ძაღლს. ძალიან ცუდი ფაქტია მაგასთან დაკავშირებით, მარტო თუ ცუდს ვიტყვი რა, მეც არაფერს. თუ ძაღლი აიყვანე, თუნდაც ეხლა ბაჯო ავიყვანე და არ ენადირა და არანაირი მონადირული თვისებები არ გამოევლინა და არ გამომდგარიყო მონადირულ ასპექტში. ამას ცოცხალი თავით არ დავტოვებდი და მეყოლებოდა როგორც ერთგული მეგობარი მთელი ცხოვრების განმავლობაში და ყველას ურჩევ რომ თუ აკყავს ძაღლი და მიყავს სახლში იყოლიო ცხოვრების ბოლომდე როგორც შენი ოჯახის წევრი და ყავდეს გვერდით. უპატრონო მარტო არა ისე რომ ყავდეს, უპატრონო მოუარო და უერთგულო მთელი ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან კეთილები არიან და კარგები არიან რა ეს ძაღლები. ბაჯოს გაუმართლა. გიორგი 2 წლის განმავლობაში არ დანებდა და ბევრი იშრომა, რომ მის 4ფეხა მეგობარს ის შესაძლებლობები გამოევლინა, რაც მას შეიდო და დღეს ჭკვიანი ბაჯო თავისი გონიერებით და მოხერხებულობით ყოველ დღე აბედნიერებს პატრონს, ოჯახსა და გარშემომყოფებს. ერთად ვიზრუნოთ ჩვენს 4ფეხა მეგობრებზე და არასდროს მივატოვოთ ისინი. ჩვენ თათების იმედი ვართ.